შემდეგი ჩართვა გვაქვს ადამიანისგან, რომელმაც პირად მაგალითზე გვაჩვენა, რომ პროტესტი ერთი კონკრეტული ადამიანის საქმეც არის და სისტემის დანგრევა ერთი კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ ნაბიჯს, გამბედავ ნაბიჯს და საკმაოდ საშიშ ნაბიჯს შეუძლია. ნიკა მელია ჩართვაზე. ნიკა, მოგესალმები, როგორ ხარ? მადლობა, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. ნიკა, შენი განცხადება ვერ დამიჭერთ, არ გადავიხდი, თუ პირიქით არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ძალიან მკაფიო და ნათელი ფორმა პროტესტის, ხომ როგორც არის. ძალიან მკაფიო და ნათელი ფორმა პროტესტის და მე ვიტყოდი რაღაც ჯანყის ელემენტებს ატარებს, ოღონდ ჯანყის სისტემის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. რატომ გააკეთა ეს განცხადება და რა მოლოდინები გაქვს ამ განცხადების შემდეგ? მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, ნიკა, რომ კიდევ ერთხელ ავხსნა თუ რას ვაპირებ, რატო გავაკეთე ეს განცხადება და ასე შემდეგ. თავარი რისი თქმაც სურს არის შემდეგი. მე მართლაც გული და სულით მინდა ვიყო თავიდან ბოლომდე მართალი ამ ბრძოლაში. ანუ ჩემი გეგმა არის ვიყო მართალი ამ ბრძოლაში და იმისათვის რომ ეს ჩემი გეგმა უზრუნველყოფილი იყოს, ამას აქვს ერთი ძალიან აუცილებელი და საჭირო პირობა. არ უნდა დავიხიო უკან ამ ბრძოლაში. და თუკი მე უკან დავიხევ ამ ბრძოლაში, ეს ჩემი გეგმა რომ მართალი დარჩე, არ იქნება ხორცს შესხმული. კი ბატონო, ბევრი ჩვენგანი, ძალიან ბევრი, მათ შორის მე ერთ-ერთი, ხო? ვარ დგომი თუ მდგარი, რომელი ორესტორია მე მგონი უსამართლობის პირისპირ და მე ვფიქრობ, რომ აქ უკან დახევა უბრალოდ იქნება ღალატი საკუთარი თავის პირველ რიგში და მით უფრო როდესაც ახლა კადრები ვნახე შენს გადაცემაში, როცა ბატონი გურამ გაბესკერია ავტომატს არ შეუშინდა და დახვრეტას არ შეუშინდა და ის თქვა რაც თქვა, ეხა დღევანდელ ყოფაში დღევანდელი მტერი ბევრად უფრო შეიძლება ერთის მხრივ ვერაგი იყოს, ხო? ან არ იყოს ვერაგი, მაგრამ ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე იმ წუთიერად გურამ გაბესკერია იდგა, ხო? მე მეგონი ვალდებული ვარ უკანონობას არ დავემორჩილო. მე პატივს ნამდვილად ვცემდა ისე აბა რა ჯანდაბა მესაქმება პოლიტიკაში, თუ სახელმწიფო ინსტიტუტს არცევს პოლიტიკოსი პატივს და მთელი ჩემი ასე თქვა საქმიანობა არ უკავშირდება რომ ქვეყანაში იყოს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც პატივ უნდა ეს ყველამ განურჩევლად პოლიტიკური ასე თქვა წამსის და შესაძლებელი. მაგრამ გავიმეორებ თქვენის ნებართვით, რომ ქვეყანაში პროკურატურა როდესაც არ ყავს და უბრალოდ აბრა არის შენობაზე გამოკრული და რეალურად შოთაძე ფარცხალაძე არის დაპატრონებული და მას მართავს ივანიშვილი და იქიდან მოდის უწყება და გეუბნებიან რომ ხან 40,000 ლარი გადაიხადე, ხან 70,000 ლარი გადაიხადე, ხან 100,000. მერე სასამართლო გავს გახსენდება, რომელიც არ არსებობს და უბრალოდ აბრა არის გამოკრული, რომ იქ არის სასამართლო თითქოს, მაგრამ იცი განამდვილებით, რომ ჩინჩალაძე მურუსიძე მართავს. არ ვიცი, ცხოვრების სიცოცხლის ბოლომდე ასე გადაწყვიტა ერთად ძალიან მდიდარმა ადამიანმა, და პლუს კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, ვიცით, რომ კობახიძეს ჩაბარდა პარლამენტი. ახლა ან ვიღებთ მონაწილეობას აი ამ აბსურდის თეატრში, ან რაღაცას ვაკეთებთ კიდევ უფრო მკვეთრად, რომ ზედაპირზე ამოვიტანოთ კიდევ აი ჩვენი ყოფის თავარი 1, 2, 3 და 4 დეფექტი, რომ მაგალითები ვიყოთ საზოგადოების იმ დიდი ნაწილისთვის, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის და როდესაც ამ ბრძოლაში შე პოლიტიკოსად ხარ განწესებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი აღება გიწევს შენს თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეხა ის სამაჯურის მოხსნაც მე უბრალოდ მომერი და პირდაპირ გეუბნებით, ეხა ნახეთ ნიკა, არჩევნებზე დამალეწეს საარჩევნო უბნები თავზე, იარაღით დამიბიეს საარჩევნო უბნები, მერე შტაბი დამიწვეს, მოგებულ კანდიდატს რა. ხო ეს თან სამაჯური ხელზე მეკითხა და რაღაცა ანუ თავი ვიგზენი
ადამიანად, რომელიც ერთის მხრივ ებრძვი ამ უსამართლობას და მეორეს მხრივ ემორჩილები ამ უსამართლო რეჟიმის და სისტემის ბიუჟეტერიას, იკეთებ ხელზე, არ ვიცი, ხო? ამიტომ გავთავისუფლდი და ჩემ წვენაში უფრო გავძლიერდი. ეს საქმე არის გახსოვს ნიკა გავრილოვის, ასე ვთქვათ, იმ სავაჟეში ჩასდომასთან დაკავშირებული და კი ბატონო, ეხლა თუ კი ხელისუფლება თulis რომ მე კანონს ვარ ვეთ, მან უნდა იმოქმედოს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჩემზე კარგად იციან, ჩემზე და შენზე და ყველაზე კარგად იციან, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. უბრალოდ აქვს პოლიტიკური ერექცია ბიძინა ივანიშვილს და უნდა რომ დავემორჩილოთ მას ყველა უკანონო მოთხოვნაში, იმიტომ რომ იქნებ შეგვეშინდეს და არ გვეშინია არც მისი პოლიტიკური ერექციის და არც მისი რობოკოპების, ასე ვთქვათ, პოლიციის ხელმძღვანელობის, რომელსაც გვერდი და შავი სალაროდან უხდის ფულს და არც მისი ზონდერების, იმიტომ რომ გურამ გაბესკერია და ჟიული შარტავა ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება საკუთარი თავგანწირვით ქვეყანაში ბევრი პატრიოტი შობო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ჟიული შარტავას ვიად გამსახურდიას და ასე შემდეგ ქვეყნის შვილებმა ცოტა მეტი მოვინდომოთ. პროტესტის ფორმები სხვადასხვა იქნება. მე ასეთი პროტესტის ფორმა მაქვს. არაჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ნაწილმაგდას არც ვისმობ ბათუმში, რუსთაველის გამზირზე, ვიღაცა სოციალურ ქსელში იბრძვის, ვიღაცა სახლში, სამზარეულოში, ფინჯან ყავასთან მეზობელს აწვნეს, რომ მას ზურგი უნდა შეაქციოს რეჟიმს. გავაფეროვანი გახდა პროტესტის გამოხატვის ფორმები. ამ პროტესტს ყველაფერს ჯამურად მივყევართ იქითკენ, რომ ცვლილებების დრო მოვა გარდაუვლად და მოვა მალე. ანუ ჩვენ მოვესწრებით ამას ყველაფერს. ჩვენ ის ადამიანები, ვინც ავირჩიეთ ახალი ხელისუფლება და წაგვართვეს ეს არჩევანი. ჩვენ წაგვართვეს პირველ რიგში და არა პოლიტიკოსებს თავისი თანამდებობები და მათ თანამდებობებს მივეცით, რა თქმა უნდა, ხმა და ჩვენთვის ამასაც მნიშვნელოვანია, ვინ იქნება თანამდებობებზე. არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვა თანამდებობის. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პრემიერის თანამდებობაზე, მინისტრის და ასე შემდეგ. ჩვენთვის ეს მოიტანს ცვლილებებს, ეს ყველა ტიპის ბრძოლა, მათ შორის შენი ბრძოლა, რომელიც ამ წუთში ძალიან კარგად დახატე, ჩემი აზრით, მათ შორის სამაჯურის მოხსნაც და ზუსტი და საინტერესო, მე ვფიქრობ, ემოციურად სწორი ახსნა იყო, რატომ მოიძვრა ის სამაჯური იქ და იმ დროს მაინც და მაინც. ზუსტად გამოხმაურება იყო ჩემ თვალშიც გლდანში თავზე დალეწილი არჩევნები, სადაც შენ აგირჩიეს, მაგრამ ამის უფლება წაართვეს იმ ადამიანებს, ვინც შენ აგირჩია, ხო? ეს ყველაფერი რა განვითარება ექნება ამას შენი აზრით და შენ თვითონ მეუბნები, რომ აი განცხადებით, ბოლო განცხადებით გზა მოიჭერი შენ თვითონვე, რომ სხვების დასანახად გააკეთე ის, რომ მე თვითონაც ვიჭრი უკან დასახევ გზას და ჩვენ ყველას უკან დასახევი გზა არა გვაქვს. გიერთდები ამაში, მე დიდი ხანია ეს გზა მოჭრილი მაქვს. ეს მოიტანს თუ არა შედეგს, აქვს თუ არა პროტესტს აზრი, რომ დამიბოლოვო ბოლოს ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვაზე პასუხი. კი, აუცილებლად, რა თქმა უნდა, აქვს და ნუ განგრძობადი აღმოჩნდა ეს პროცესი პროტესტის, გვინდოდა უფრო მოკლევადებში ეზეიმა სახელმწიფოს გამარჯვება, მაგრამ ნუ როგორც აღმოჩნდა 31 ოქტომბერი ყოფილა კიდევ ერთი საბოლოო ეტაპი, რომელიც უნდა გაგვევლო. რა თქმა უნდა, ეხლა სხვა რა პერსპექტივა აქვს ამ სახელმწიფოს, ვიღაცას აქვს იმისი ილუზია, რომ ეს სახელმწიფო არსებობა შეწყვეტს ბეძინა ივანიშვილის პირობებში და ეს ხალხი ხმას არ ამოიღებს. ბუნებრივია, ჩვენ ხმას ვიღებთ, აკუმულირდება და კუმულაციური ეფექტი ამას ახლა როდის ექნება ამ პროტესტს, ამის გათვლა წინასწარ არის ძალიან რთული, მაგრამ ნებისმიერ სწორ ადგილას შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს, იმიტომ რომ ყულფი სულ უფრო და უფრო ჩვენს ყელზე თუ კისერზე ვიწროვდება და ოლიგარქის მიერ დამშეული, გასაცოდავებული ერი ილევა, აი აღოს აი რა გითხრათ, აი შაგრენის ტყავივით სულ ვიწროვდება და დიდი დრო ნამდვილად არ დარჩა გამარჯვებამდე. კანონზომიერება კარნახობს, რომ იგი აუცილებლად გაიმარჯვებს
მორალური უპირატესობა ბოროტებაზე. ჩვენ რატომ ვერ გვერევიან? რატომ ამდენი ახალგაზრდები ქუჩაში, კარვებში, სახლებში, სოციალურ ქსელებში თავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთს ნიშანი არ მოუგოთ ნიკა და არ ვამუნათოთ არც მე სხვამ არც სხვამ მე რაი მე ეს შემიძლია შენ ეს არ შეგიძლია არა უშავს სახში იყოს ორი მეგობარი და არწმუნოს რომ უნდა იდგეს სწორ მხარეს ესე ძალიან დიდი საქმეა ყველას არ შეუძლია მეც ბევრი რამ არ შემიძლია რაღაცეები არის რაც მე შემიძლია და სხვას არ შეუძლია ამიტომ მორალური უპირატესობა რომელიც ჩვენსკენ არის ამიტომაც უკვე ჩვენ განწირულები ვართ გამარჯვებისთვის იმიტომ იყო წლები მოდი ვთქვათ როდესაც ქართული ოცნების პროპაგანდა ურეცხავდა თავს ძალიან ბევრ ადამიანს და ბევრი თაკილობდა მაგალითად პოლიტიკურ ორომტრიალში მონაწილეობის მიღებისთვის ანუ თავს იკავებდა პოლიტიკურ პროცესში ჩართვისგან განსაკუთრებით მაგალითად ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მოვიტოვეთ უკან. ბევრმა ადამიანმა თვალი გაახილა, ბევრმა ადამიანმა დამოკიდებულება შეცვალა პროცესისადმი და მეამაყება და მიხარია აი ამ ოთახში, ნიკა, საიდანაც ახლა მე გერთვებით, ეულად ვარ, თელ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მარტო ვარ და თქვენი ოპერატორია ხა და ორი ადამიანი ქვევით დაცვის თანამშრომელია, ხო, ამ შენობის. იმიტომ რომ 9 საათის შემდეგ ერთი ადამიანიც კი ვერ არის თავარ ოპოზიციური პარტიის შენობაში რომ ვიმუშაოთ, ხო? არა, ნახევარიგივე დღე გვაქვს პრაქტიკულად სამუშაო. და აი ამ ოფისში დღის განმავლობაში უამრავი სტუდენტი იყო მოსული და ისხდნენ და მუშაობდნენ და იცით ვის მოყვა ეს უამრავი ახალი სტუდენტი? ჩვენს ახალ გუნდის წევრებს. ყოველდღიურად მეტი და მეტი ადამიანი უერთდება ამ მართალ ბრძოლას და ეს ბრძოლა დაგვირგვინდება გამარჯვებით, რომელიც გაუხარდება ჩვენი მშობლების თაობებს, გაუხარდება ჩვენ შვილებს და დიახაც, აი ბატონი გურამ გაბისკირიას და ჟიული შარტავას და მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდეს და ასე შემდეგ სულები გაიხარებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დამყობელი სახელმწიფოს დროშა ვეღარასოდეს ვეღარ აფრიალდება, ვერც რუსთაველის გამზირზე და ვერცეთ საქართველოს კუთხე კუნჭულში. ეს არის ჩემის აზრით ყველაზე მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ისტორია არ შემოინახავს ვინ ვის აწყენია, ვინ რას უთხრა, ვინ როგორ ცუდად მოიქცა დებატებში შემოინახავს მთავარს შენ გაიმარჯვე შენ შეინარჩუნე სახელმწიფოებრიობა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უზრუნველყო შენი ქვეყნის თუ ვერა აი ეს კი დარჩება ნამდვილად ისტორიას ამიტომ სანამ თანამედროვე ხალხი ვარ თანამედროვეები ვარ ცოცხლები ვართ ეს გვახსოვდეს და დანარჩენს მემატიანები არ ვიცი შეაფასებენ ვინ ყვანი იყო უფრო მეტად თუ ნაკლები რაღაცა პროცესში და მთავარი ამბავი ალფა და ომეგა არის ჩვენ გვექნება სახელმწიფო თუ არ გვექნება ეს ყველაფერი ჯერ მყიფეა სახელმწიფოებრიობა არის სერიოზული გამოწვევის წინაშე და ვალდებულები ვართ რომ ავდგეთ და მოვინდომოთ იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ შეიძლება შეგვეძლოს მოვინდომებთ მაგრად დავასრულებ ამით მოვინდომებთ მაგრამ გავაკეთებთ ამდენს მე ერთმა ნიკა მელია შენ ერთმა ნიკა გვარამია თუ ძალიან რაღაცა მოინდომე შეგიძლია გააკეთო აი ამდენი თუ ნახევრად მოინდომებ უფრო მცირე და თუ საერთოდ არ მოინდომებ უბრალოდ წახვალ არჩევნებზე და შეიძლება მხოლოდ მონაწილეობა მიიღო შემოხაზო ეს თუ ის სუბიექტი მაგრამ ახლა ყველანი ვალდებულები ვართ ვიყოთ ძალიან მონდომებულები და ლიმიტი გავარღვიოთ იმაზე მეტად აქტიურები ვიყოთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიდრე შეიძლება ოდესმე გვიფიქრია რომ შეიძლება მომიწიოს აქტიურობა ამ პროცესში ეს არის და ეს და გამარჯობა იქნება გარდაუვალ მოძრაობა ლიმიტის და ჩარჩოს გარეშე მე მახსოვს ეგ ციტატა თქვენი ბოლო კლიპიდან ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი აღმაფრთოვანებელი იყო ის რაც ნაციონალურ მოძრაობამ ბოლო კვირებში გააკეთა განახლებასთან დაკავშირებით და ეს არის იმ მოვლენათა რიგში ერთ-ერთი თუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არა რომელიც იძლევა ნამდვილად ცვლილებების და სწრაფი ცვლილებების იმედს. წარმატებას გისურვებთ ეს იყო ნიკა მელია